წინანდალში ტრადიციული კლასიკური მუსიკის ფესტივალი დაიწყო. მეშვიდე საფესტივალო სეზონი 20-ზე მეტ ღონისძიებას უმასპინძლებს. მსოფლიოში ცნობილი დირიჟორებისა და შემსრულებლების ვარსკვლავური შემადგენლობა წინანდლის ისტორიულ მამულში მოიყრის თავს. ფესტივალს წელს პირველად შეუერთდება იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი. მუსიკალურ ფესტივალს დასამახსოვრებელ საღამოებს შემატებს დამატებითი კონცერტები ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით. ამის შესახებ ფესტივალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ წინანდალში მალე დაიწყება 1200 მაყურებელზე და ყველა სეზონზე გათვლილი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა. კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჩვენ ვიხარია, რომ ეს ხარისხი გვაქვს შენარჩუნებული და წლით კიდევ უფრო უკეთესდება და კიდევ უფრო სერიოზული ვარსკვლავები ჩამოდიან და ეს არის ძალიან კარგი, ეს ხარისხი გვაქვს. ასევე თქვენ როგორც ვიკითხეთ, რომ ეს რეგიონულ კუთხით რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს ახალგაზრდები ჩვენი უკვე 8 ქვეყნიდან არიან, ესენ ჩამოდიან აქ, ეს არის მომავალი ვარსკვლავები. ძალიან მაგარი შემსრულებლები, მათ შორის არიან ლეგენდარული შემსრულებლები, როგორც არიან ანდრას შიფი, მიშა მაისკი, ახალგაზრდები, ეს იყოფა ისაც რეპერტუარიც იყოფა ახალგაზრდები და ასე ვთქვათ, უფროსი თაობის ლეგენდები და ახალგაზრდები არიან ის თაობა ჩამოვიდა, რომელიც სულ მალე შევლენ აი ძალიან დიდ კარიერაში და ამიტომ მათი ყოფნა ძალიან გვიხარია.